მშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა გრძელდება, სტუმარი შემოგვიერთდება და მასთან ერთად უნდა განვიხილოთ ის ტენდენციები, რაც გვაქვს ერთის მხრივ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ იყო ამ თემაზე ასევე ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ კი ბატონო, მინისტრის მოადგილის, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სიღარიბის დაძლევა და სწრაფი ტემპით წინ მივდივართ ამ პროცესში აღნიშნა მან. აქვე აი სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღნიშნულია, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 110,000-ზე მეტი ადამიანი, როდესაც 2012 წლის შემდეგ დაიწყო მოკლედ სიღარიბის შემცირება ქვეყანაში. უпростоრად მილიონზე მეტი ადამიანი და ახლა უკვე შემცირებისკენ მიდის ეს ტენდენცია და აქვე სტატისტიკას აღნიშნავს ზრდასთან დაკავშირებით, ხომ, რაც გამოქვეყნდა აპრილის მონაცემები, მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5%-ით არის გაზრდილი აპრილის მაჩვენებლებში. აი რა ხდება რეალურად სტატისტიკაში და რა სურათია? სტატისტიკა და რეალური სურათი, ხო, ეს ხანდახან და ხშირად განხილვის საგანია, რომ ერთია სტატისტიკა, მაგრამ მეორეა ის რეალობა, ხო, ნუ სხვა კვლევებიც არსებობს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მოსახლეობა ასახელებს თავარ პრობლემებს, ძირითადი პრობლემა, ტოპ 3 პრობლემა რო ავიღოთ, ეკონომიკური ხასიათისა აქ არის სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა, ძირითადად ეს პრობლემები ჭარბობს ხოლმე, თუმცა ამის პარალელურად გვაქვს სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ უმუშევრობა არის რეკორდულად შემცირებული და ერთნიშნა პროცენტულ მაჩვენებელზე ჩამოვიდა და საინტერესო იქნება ამის ანალიზი რეალურად სტატისტიკა და შემდგომში რეალობა. კი ბატონო, ჩვენი სტუმარი პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი შემოგვიერთდება და მასთან ერთად განვიხილავთ ამ თემებს. პაატა, მოგესალმებით პირველ რიგში. მოგესალმებით, სალომე ნოდარ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს. კი ბატონო, აი ჩვენ რაც აღნიშნეთ, რაზეც ვისაუბრეთ, რომ მიზანი ქართული ოცნების მთავრობის არის, რომ 2028 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებელი 4%-იან ნიშნულს ჩამოსცდეს და ამ ტემპით რაც გვაქვსო და დღევანდელი მათი მონაცემებით სტატისტიკის 350,000-ზე ნაკლები ადამიანია სიღარიბის ზღვარსქვემოთ, რამდენად რეალურია, რამდენად დამაჯერებელია მოკლედ აი ეს ყველა იმ ფონზე, რასაც ვხედავთ, თქვა სხვა დანარჩენს არსებულს ქვეყანაში. კი ბატონო, სალომე, მე ხშირად მიწევს ხოლმე სამწუხაროდ გამეორება, რომ დღეს გვიწევს ჩვენ ისეთ რეალობას ცხოვრება, სადაც რეალურად ორი პარალელური სამყარო გვაქვს, ერთი ოფიციალური სტატისტიკები და მეორე, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს გვიწევს ცხოვრება, რომლებიც სამწუხაროდ ერთმანეთს არ ემთხვევიან და არ ემთხვევა. მეორე საკითხია ამისი განმაპირობებელი ფაქტორები, თუმცა თქვენს კითხვას რომ მიუბრუნდეთ და შორს არ წავიდე პერიპეტიებში, 2030 წლისთვის 4%-მდე დაყვანა ამ მაჩვენებლის, სანამ ამ მაჩვენებლის შეფასებაზე მივიდოდეთ, მოდით პირველ რიგში განვმარტოთ რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურ სიღარიბეზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ძალიან ახლოს არის ექსტრემალურ სიღარიბესთან და ეს გამოითვლება ადამიანი, რომელიც $-სა და 67 ცენტზე უფრო ნაკლებს ხარჯავს დღის განმავლობაში. პირველ რიგში აღნიშნულ მაჩვენებელს პრაქტიკულად საანგარიშოდ აღარ იყენებენ განვითარებული ქვეყნები, თუ მაინც ითვლება რომელიმე ქვეყანაში ეს მაჩვენებელი ამ ქვეყნებში ძალიან ახლოს არის ნულოვან დონესთან. მეორე საკითხია, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ფარდობით სიღარიბეს. ფარდობითი სიღარიბე ეს გახლავთ, რომ განვარტოთ ჩვენი მაყურებლისათვის სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც საშუალო დონის მაცხოვრებელთან შედარებით უფრო ღარიბ ადამიანს წარმოაჩენს ქვეყანაში. ტექნიკურად რომ განვარტოთ, ეს არის მოცემულობა, როდესაც ადამიანს საშუალო მედიანურ ხელფასზე გაითვალისწინეთ. მედიანური ხელფასი ჩვენს ქვეყანაში გაცილებით დაბალი არის, ვიდრე ის საშუალო ხელფასი, რასაც იფლის ხოლმე საქსტატი დააქვეყნებს, საშუალო მედიანურ ხელფასზე 60% უფრო დაბალი შემოსავალი აქვს. აი ამ რეალობას ითვლიან ხოლმე. თუ ჩვენ ამ რეალობას შევხედავთ, ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, 18%-ს აჭარბებს და უკაცრავად
ამ მაჩვენებლით ჩვენ თუ შევხედავთ რეგიონში მხოლოდ სომხეთი გვისწრებს ამ მაჩვენებლით და მხოლოდ სომხეთს აქვს ჩვენზე უარესი მაჩვენებელი. თუ შევხედავთ იგივე რეგიონის ქვეყნებში აბსოლუტური სიღარიბის დონეს ამ მიმართულებითაც მაინც და მაინც საამაყო მდგომარეობა არ აქვს. აქედან გამომდინარე ახლა 2020 წელში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის 4%-მდე დაყვანა ერთი წუთით რომ დავუშვათ რომ ეს მართლაც მოხერხდეს, მაინც და მაინც საამაყო არ მგონია იმ მაჩვენებლის 4%-მდე შემცირება, რომელიც მაჩვენებელსაც პრაქტიკულად აღარც იყენებენ საზომად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისაც. აი აქ ჩაგეკითხებით ზუსტად რომ ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე პაატა შეგვიძლია ესეთი რაღაცა ვთქვათ რომ თუნდაც ამ აბსოლუტურ სიღარიბის მაჩვენებელს თუ გადააჭარბებს რაღაც აქაც ხო რაღაცა სტატისტიკაა ხო მაგალითად ახსენეთ დოლარი და რაღაც 60 ცენტი პირობითად. თუ დოლარი და 65 ცენტი ქონდა, $2 ქონდა, მაშინ გამოდის რომ აბსოლუტური სიღარიბე დაძლია ამ ადამიანმა, მაგრამ რეალურად ის ხომ კვლავ გაჭირვებაშია, ხო? თავარი გამოწვევები ხო კვლავ აქვს, ანუ ამის ჩვენება და ამის კითხვა მინდა რომ შეიძლება ამ სტატისტიკიდან ამოვარდეს ადამიანი ცხოვრები შინამეურნე და აღარ ითვლებოდეს აბსოლუტურ სიღარიბეში, მაგრამ იმისი ცხოვრება იმდენად ხო არ გაუმჯობესებულა რომ პირობითად თავს ღარიბად არ თვლიდეს. ასე მაგალითად ეხლა თუ დღეში რაღაც 1 პურს და ეხლა პურნახევარზე გადავიდა, ეს ხო არ ნიშნავს იმას რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა მნიშვნელოვნად, რაზეც თუ აპელირებას ვაკეთებთ, მაშინ იმაზე უნდა იყოს რომ ადამიანი გამდიდრდა და მართლა შემოსავლების ან მინიმალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. აი ამ აბსოლუტურიდან გადასვლის შემდეგ იკმაყოფილებენ ეს ადამიანები მინიმალურ მოთხოვნებს? აბსოლუტურად სწორი პათოსი არის, ნოდარ ნამდვილად, რა თქმა უნდა, მინიმალური სიღარიბიდან ამოსვლა ეს არ ნიშნავს ადამიანის კარგ ყოფას, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვახსენე ის, რომ ბევრი განვითარებული ქვეყანა, უბრალოდ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა აბსოლუტურ სიღარიბეს საზომად პრაქტიკულად აღარ იყენებენ და ისინი იყენებენ ფარდობით სიღარიბეს. ფარდობითი სიღარიბიდან ამოსვლა შესაძლებელია უკვე განხილული იქნას, როგორც ადამიანი, რომელიც ყოფაც ხელშესახებად გამოსწორდა. თუმცა აბსოლუტური სიღარიბიდან ამოსვლა ეს რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება ამ ინდივიდის კარგ და ფიქსეულ ყოფად. კი ბატონო, მოდით ეკონომიკური ზრდის ნაწილზე გადავიდეთ, თუმცა აქ აღვნიშნოთ, რომ აი როდესაც ეკონომიკის სამინისტროდან იყო შეფასება ამ სიღარიბის დონის კლებასთან დაკავშირებით, იქ აღინიშნა, რომ ამ პროცესს და კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიურმა ეკონომიკურმა ზრდამო. ეკონომიკური ზრდა აპრილში 7.9%-ია, ჯამური მაჩვენებელი პირველი 4 თვის 8.8%-ია, თუმცა ეკონომისტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ რბილად რომ თქვა, გასაკვირია თუნდაც ასეთი ეკონომიკური ზრდის შედეგები იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყანაში, თქვა პოლიტიკურ დაძაბულობას თუ განვიხილავთ და სხვა პარამეტრები. აი თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ სტატისტიკასთან და რას ელოდებით, თქვა შემდგომ პერიოდში? კი ბატონო, სალომე, სავსებით მესმის ეს სკეპტიციზმი იმდენად, რამდენადაც დღესდღეობით, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი რეალობა. იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ არსებული რეალობისათვის ნომინალში საკმაოდ მაღალ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს და ამის პარალელურად ჩვენ ვაკვირდებით პრაქტიკულად ძირითად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუარესებას, რაც ერთმანეთს არსებითად გამორიცხავს. არის ყოფილა სოფლიო გამოცდილებებს თუ გავითვალისწინებთ მსგავსი მაგალითები და შემდეგ ყოფილა გარკვეული პრობლემები მოყოლია ამას, თუმცა არსებული მაგალითები სხვადასხვა მიზეზთა გამო მაინც ყოფილა. თუმცა ჩვენს რეალობაში გარდა მაკროეკონომიკური პარამეტრებისა კიდევ გვაქვს რიგი ფაქტორები, რაც კიდევ უფრო მეტი ეჭვის საფუძველს აჩენს, მაგალითად იგივე საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილი, სადაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ფიქსირდება ბიუჯეტის ხშირ შემთხვევაში ვერ შესრულება სხვადასხვა საგადასახადო ნაწილში, იქნება ეს აქციზი თუ სხვა მიმართულება. ესეც კარგი მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ესეც არ უნდა ხდებოდეს და ესეც მაღალი ეკონომიკური ზრდაზე არ მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს აქაც ორი რეალობა, სადაც საერთოდ ნომინალში გვეუბნება, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რასაც არ პასუხობს მაკროეკონომიკური პარამეტრები და რასაც არ პასუხობს ბიუჯეტის შემოსავლები
და აი ბატონო ბატა საიდან მოვიდა ეს ზრდა რაც ეს არის ალბათ ერთ-ერთი კითხვის ნიშანი ძალიან ბევრ ეკონომისტს დაზუსტებაც კი უნდა და აცხადებენ ხოლმე სწორედ ამაზე რომ აი საიდან მოვიდა მაშინ ესეთი ეკონომიკური ზრდა რაც აქცდადმა გამოაქვეყნა იმიტომ თქვენ პათოს გავაგრძელებთ მეორე მხარე არის ბიზნესის განწყობის ინდექსი და აი ამ გაურკვევლობის ფონზე ბიზნესი კვლავ ნეგატიურისკენ იხრება შესაბამისად თუ ნეგატიურისკენ იხრება ესე იგი სამომავლო აქტივობების მაჩვენებელი სხვა თანაბარ პირობებში უნდა შემცირდეს მაშინ აქ როგორ მოვედით ანუ ეს როგორ გვაქვს ეს სტატისტიკა არის აქ მიგრაციის ეფექტი კვლავ თუ რა შეიძლება იყოს კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა, ნოდარ პირველ რიგში. ეს არის კითხვა ალბათ, რომელზეც დღეს ყველა სპეციალისტი და ეკონომიკისა და ბიზნესის სექტორში ჩახედული და ამ სექტორში მოღვაწე ადამიანი ალბათ საკუთარ თავს მაინც ყოველდღიურად უსვამთ. რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს გამომწვევი, მათ შორის კი ბატონო, თქვენს მიახსენებული მიგრანტების ტალღა, რომელიც პრინციპში მინიმიზირებული ხდება უკვე თუმცა თუ ჩვენ მაგალითად ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს სტატის მიერ გამოქვეყნებულ სავარს შევხედავთ და ვინახავთ რომ აქ ერთ-ერთი მთავარი წილი უჭირავს ტექნოლოგიებს და ტექნოლოგიის აუთსორსინგს. გარკვეულწილად ჩვენ გვახსოვს რომ ეს იყვნენ ის მიგრანტები, რომლებიც ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ეს იყო რუსეთის ფედერაციიდან და ჩვენს ქვეყანაში დისტანციურად აგრძელებდნენ რაღაც თავიანთ საქმიანობას, რაც ერთის მხრივ საკმაოდ ასე ვთქვათ მოწყვლადი არის სხვადასხვა შოკების მიმართ და არასტაბილური ეკონომიკური ბენეფიტია, ხოლო მეორეს მხრივ რაც ვახსენე დასაწყისში რომ მე ვთვლი რომ ეს ეფექტი უკვე მინელებული არის. მეორე საკითხი არის შესაძლებელია ჩვენ გქონდეს ეკონომიკაში გარკვეული ფისკალური შემოდინებები, ის ფისკალური შემოდინებები, რომელიც არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში არ ჩანს FDI-ის ოფიციალურ მაჩვენებელში, რაც გარკვეულწილად ახალისებდეს ეკონომიკურ მოცემულობას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ოფიციალური დინამიკა, ოფიციალური პარამეტრები, რომელიც დღეს ქვეყნდება, უმრავლესობა არის ნეგატიურ ნიშნულზე, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს სტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ ზრდის ტემპთან დაკავშირებით. კი ბატონო, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით შემდგომ სტატისტიკებს, როგორი იქნება მაჩვენებლები, ამის მიხედვით ბუნებრივია თემატიკას აუცილებლად დაუბრუნდებით. პაატა ბაირახტარი ეკონომისტი საუბრობდა ჩვენს ეთერში.